ჩვენ დავუბრუნდით პირდაპირ ეთერში და როგორც გითხარით, გადაცემის მეორე ნაწილში სამეცნიერო ამბებით დავუბრუნდით Nexongy-დან დათო სამიაშვილი შემოგვიერთდა ჩვენთან. მოგესალმებით დავით, როგორ ხარ? არა მიშა. ჯერ წარმატებული დებიუტით დავიწყოთ თუ წარმატებელი? წარმატებული დავიწყოთ, იმიტომ რომ ჯეფ ბეზოსი აქაც გულსენებია, დიდი ხანია, მოკლედ მასკს უნდა დაეწიოს, ცდილობს მაგას. ეს ორი ადამიანი ისედაც ზოგადად ფინანსურადაც უესეა, რომ ხან ერთია ხოლმე სოფლიოში ყოველთვის მდიდარი ადამიანის სტატუსით სარგებლობს, ხან მეორე რა და კოსმოსშიც მოკლედ კონკურენცია აქვს და რეალურად დღეს მართლა ისეთი რაღაცა არის რაღაც მიმართულებები. რაც არის აი პირდაპირ მეშვეობით მთავარი პრიორიტეტები კაცობრიობის დონეზე უგულისხმობ. ეს არის AI, ხელოვნური ინტელექტი, ანუ ვინ შექმნის AGI-ს, ანუ ხელოვნურ ზოგად ინტელექტს და ერთ-ერთი ასევე მნიშვნელოვანი არის კოსმოსის სათვისება, იმიტომ რომ აქ სანხშიად გვისაუბრეთ ჩვენ ამ რუბრიკის ფორმატში, რომ სახელმწიფოების ესე იგი კონტროლიდან შენელნა გადის ეს და უფრო კერძო კომპანიები და კერძო პირები ჩნდებიან, რომლებიც შემოდიან ამ ბაზარზე, ესე ვთქვათ, ითვისებენ და ახლა კონკურენცია ადრე თუ იყო, რომ საბჭოთა კავშირსა და სიტყვაზე რაღაცა დასავლურ ცივილიზაციას შორის იყო ხოლმე კონკურენცია კოსმოსის ათვისების მხრივ, დღეს უკვე რაღაც კერძო კომპანიებში გამოჩნდა, ხო? და ამ მხრივ არის, აგერ ჯეფ ბეზოსს ახლა დავინახავთ ალბათ, აქვს კომპანია Blue Origin, რომელიც SpaceX-თან შედარებით ნაკლებად ცნობილია, მაგრამ ვისაც ეს ამ თემებით არის დაინტერესებული, რა თქმა უნდა, Blue Origin-საც ძალიან დიდი იმედებით ველოდებით, იმიტომ რომ Blue Origin არის ის კომპანია, რომელსაც უნდა გაუწიოს SpaceX კონკურენცია და SpaceX-იც ამ მხრივ უნდა განავითაროს, ხო? ვიცით რომ რაღაც დონეზე კონკურენცია ჩნდება, მეორეს, ესე ვთქვათ, მეორე აქტორი ცდილობს რომ უფრო გაასწროს ხოლმე მას და ეს არის Blue Origin-ის რაკეტის დაფრენა, რომელიც ითვლება, რომ იქნება მთავარი კონკურენტი, ესე ვთქვათ, SpaceX-ის კონკრეტულად Falcon 9-ის. Falcon 9 რაკეტის, იმიტომ რომ ფუნქციურ დონეზე ესეც არის მრავალჯერადი გამოყენების რაკეტა, ანუ როგორც SpaceX-ს აქვს, ესე ვთქვათ, Falcon-ს აქვს, რომ მისი პირველი და მეორე გამოშვები ბრუნდება, ზუსტად ამ ეტაპზე, ესე ვთქვათ, რამდენიმე წლით უკან არის ჯეფ ბეზოსი თავისი კომპანიით და ცდილობს, ესე ვთქვათ, SpaceX-ის გაყვავული გზით, ესე ვთქვათ, გაყვეს მას რა და ეს ხედავთ მის რაღაცა გზას, რომელიც მისმა რაკეტამ გაიარა, რაკეტა გავიდა, მისი იყო წარმატებული, თუმცა, ესე ვთქვათ, გამშვები, რომლის გამშვებსაც ახლა შემდეგ იმაში ვნახავთ ვიდეოში, ამისგან განსხვავებით ვერ მოხდა მისი დაშვება და განადგურდა, თუმცა უახსოვს, როდესაც SpaceX-ი იწყებდა რამდენი წარუმატებელი გაშვება ქონდა სანამ წარმატებას მიიღო. კი, იმიტომ რომ ეხლა დღეს SpaceX-იც იგივე პროცესებს გადის. მაგალითად, ჩვენ რომ ავუთ ხოლმე აი Starship-ს რო ვახსენებთ, ეხლა ამაზეც ვისაუბრებთ, ხო? Starship-ის იდეა არის, რომ ის კიდე საერთოდ უკვე შემდეგ ეტაპზეა რა. აი SpaceX არის კიდე უფრო შემდეგ ეტაპზე გადასული, იმიტომ რომ Falcon 9 რაკეტა, რომელთაც უამრავ მისიებს ასრულებს უკვე SpaceX-ი, აქვს და მუშაობს და გააქვს უამრავი მისია კოსმოსში. და უკაცრავად ამ სახელებს რის მიხედვით არქმევენ ხოლმე? არ ვიცი, ეხლა მასკის იდეების მიხედვით არის ძირითადად რა და ეს X-ი ზოგადად ძალიან უყვარს მასკს, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ Twitter-საც გადაარქვა და X-ი დაარქვა, ხო, ანუ პლატფორმას რა და ეს X-ი ძალიან უყვარს და თავის შულსაც ძალიან უცნაური სახელი დაარქვა, არ ვიცი, ეს უცნაური ადამიანი. რაღაცა განტოლება ქვია მაგას. ძალიან უცნაური ადამიანი. კი, ძალიან უცნაური. ხი განტოლება დაარქვა, კი, ხო და უცნაური ადამიანია ნამდვილად რა. მაგრამ ნუ იმას ვერ აუვალთ გვერდს, რომ ეს ადამიანი ბევრ რაღაცებში ფაქტია, რომ მოწინავეა და ინოვაციებს აკეთებს. თუმცა ამ შემთხვევაში ჯეფ ბეზოსს შეგვიძლია შევაქოთ, იმიტომ რომ ამ ადამიანმა შეძლო და ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა მასკს და რაც უფრო მიუახლოვდება, ეს უკეთესია კოსმოსისზე კაცობრიობისთვის, იმიტომ რომ რაც უფრო მეტი ჯანსაღი კონკურენცია იქნება, ამ შემთხვევაში ჩვენთვის უკეთესია კაცობრიობისთვის. მოკლედ პირველი გამშვები განადგურდა უკან დაშვებისას, მაგრამ თვითონ რაკეტა გავიტანეთ და უნდა დაველოდოთ, რომ რაღაცა 2-3 წელიწადში იგივეს გააკეთებს ვარაუდოთ Blue Origin-ს აკეთებს მასკის SpaceX-ი ამ შემთხვევაში. თუმცა, ეხლა რომ დავუბრუნდეთ აგერ შეგვიძლია შემდეგ თემაზე გადავიდეთ და ვნახოთ SpaceX-ის ესე ვთქვათ დაშვება, აქ ის ესე იგი, აი აქაც უნდა ავხსნათ, ეს არის Falcon 9. უბრალოდ Starship-ი ბოდიში, Starship-ი არის კიდე შემდეგი თაობის რაკეტა. მაგალითად, აი ჯეფ ბეზოსის რაკეტას, რომელზეც ახლა ვისაუბრეთ, სადღაც 50 ტონას გატანა შეუძლია კოსმოსში. და რაც შეეხება Starship-ს, ბევრად უფრო მეტის, ბევრად ციფრებში, ბევრად მეტი ტვირთის გატანა შეუძლია და მაგაზეც გვითქვამს, რომ Starship-ის იდეა რა არის, ხო? გავიდეთ მთვარეზე, წავიდეთ მარსზე და წავიღოთ ძალიან ბევრად მეტი ტვირთი, იმიტომ რომ რაკეტა, რომელსაც მხოლოდ 50 ტონის გატანა შეუძლია კოსმოსში, ესე ვთქვათ, ვერ აითვისებს. ხო, ანუ კოსმოსში მისიები გაიტანოს, რა თქმა უნდა, სატელიტები, თანამგზავრები, მაგრამ ვერ მოახერხებს მარსის კოლონიზაციას, ვერ მოახერხებს
მთვარის კოლონიზაციას, იმიტომ რომ მთვარეზე იმხელა ბაზაა ასე შემდეგ. ეს დემონსტრაციული კიდევ ნახეთ, ეს დაჯდა, თუმცა ამ შემთხვევაში ხაზი უნდა გავუშვათ, არსებობს ორი გამშვები რაკეტის შემთხვევაში რა და თუ მეორე გამშვები, ან პირველი გამშვები ბრუნდება ხოლმე, ზოგჯერ მეორე გამშვები ვერ ბრუნდება. Starship ესე იგი იმდენად რთული რაკეტაა, რომ მისი ერთი გამშვები მაინც ვერ ახერხებს ხოლმე ბოლომდე დაბრუნებას და აი მაიკო შენ რას თქვი რომ აფეთქდაო, ეგ იყო რომ ანუ სრულყოფილი ესე ვთქვათ გაშვება და დაბრუნება მაინც ვერ მოახერხა ამ ბუსტერებმა რა. ნახე, აი რა ხდება, როდესაც კერძო ინიციატივა ერთვება ასეთ დიდ წამოწყებებში, ჯერ ის რომ კონკურენცია უკვე შეიქმნა კერძოშიც, აღარ გულისხმობ უკვე NASA-ს და მაქსიმალურად ცდილობენ ეს ადამიანები რომ ხარშთეფექტური და ოპტიმალური შედეგი დადონ, იმიტომ რომ როდესაც ბიუჯეტის ფული იხარჯება, მაგალითად NASA-ს შემთხვევაში, ხო? დიდად არ უფრთხილდებიან ხარშთეფექტურობით. ესენი თავის ფულს ხარჯავენ ამაში და მაქსიმალურად ცდილობენ რომ ყველანაირი ხარჯი დაზოგონ და ბევრად უფრო ეფექტური იყოს თითოეული გაშვება, რაც მივიდივართ მე იმ ეკონომიკურ საწყისებამდე, რომელთაც ქვეყნის მართვა. რა მაინტერესებს? აი ეს მიმღები დანადგარი როგორ არჩევენ, თქვათ, რა ტერიტორიაზე უნდა დადგეს, იმიტომ რომ საკმაოდ ისეთი რა თქმა უნდა. ამბავი ხდება მის გარშემო. უდაბნოა და სპეციალურად ადგილები რა თქმა უნდა ყოველთვის ესეა არჩეულია, რომ კატასტროფის შემთხვევაშიც რომ რადიუსი იმხელა იყოს, რომ იქ დასახლებული. იმიტომ რომ SpaceX იმდენი კატასტროფა განუცდია, რა თქმა უნდა გულისხმობ ადამიანის ცხოვრების გარეშე. ხო, რა თქმა უნდა ანადგურებდა, იმიტომ რომ ეს გამშვებები ეხლა რომ საუბრობთ რომ აგერ ახლა ეშვება ასე ლამაზად, მისი უამრავი მისია იყო. ეხლა აგერ ჯეფ ბეზოსი მათ შორის რომ უფრო გაკვალულ გზას მიყვება, ეხლა მისი Blue Origin-ი, ხო? ჩვენ რო გვენახა SpaceX-ი რა გზა გაიარა, იყო უამრავი შეცდომები, უამრავი ესე ვთქვათ დაშვების დროს დაშვებული რაღაცა დეტალებში გაპარული რაღაც შეცდომა, რის გამოც ნადგურდებოდა საერთოდ მაგაც ვისაუბრე კიდევაც SpaceX-ი იყო განადგურების პირას. ანუ კომპანია იყო გაკოტრების პირას და რაღაცა მართლა დღეებით და საათებით და იმის ხარჯზე გადარჩა რა, როგორღაც ეს კომპანია დღეს უკვე ძალიან საერთოდ შემდეგ ეტაპზეა, მაგრამ ხო, ეგ არის, რა თქმა უნდა, ეს ადგილი არის ესეთი, რომ იქ რომ ესე ვთქვათ დაეშვას და განადგურდეს, მაგისთვის აი ხა ამ წარუმატებელი დაშვების შემთხვევაში, როდესაც აფეთქება მოხდა, ისე მოხდა ეს ყველაფერი, რომ არავინ ამის გამო არ დაშავდა. რა თქმა უნდა. ხა იქ ხედავს ისტრაფესაც, ხო, 21,317 კმ/სთ ხა. ანუ წარმოიდგინე ზებგეითის სიჩქარეზე ადის და მე იქიდან ესე ჩვეულებრივ ეშვება უკვე რაღაცა არა, ზებგერიზე ბევრად ზებგერიზე 1500 კმ/სთ-ში არის ერთი მახიდა. ეს არის 21,000. კი, სიგიჟია. საუბარიდან არ ეტყობა რომ აქ ხელას ისტრაფით მიდის, სინამდვილეში იმ ხელად და ძალიან დიდი რაკეტაა, ძალიან დიდი. ის არის წარმოიდგინე სადღაც 100 მეტრამდე არის თუ არ მეშლება Blue Origin-ის რაკეტა, რომელზეც ვიზავდა. ეს არის, რა ვიცი მე, ბევრად მეტი რა, ძალიან დიდი. ფაქტობრივად უდიდესი სიმაღლეა. მეტი რა სამობ. ის არის კორპუსის სიმაღლე. ეს არის სათავჯენზე დიდი ფაქტიურად იმ ხელაა Starship-ი რა და ამაგიტო მთელი პრობლემა რომ ამ ხელა ასეთი მძლავრი რაკეტა რა, იმიტომ რომ როგორღაც თუ მოახერხა და საბოლოო ჯამში, ანუ მიზანი რა არის რა, რომ არტემისი 2 და არტემისი 3 უკვე წაიყვან, 2 წაიყვანს ადამიანებს მთვარის ორბიტაზე და 3 უკვე დასვამს ადამიანს მთვარეზე და უკვე არტემისი 3-ისთვის როგორც მინიმუმ ეს რაკეტა უკვე მზად უნდა იყოს, რომ არტემისი 3 წაიყვანს ადამიანებს მთვარზე და რა თქმა უნდა ეხა ეს უნდა იყოს ბოლომდე გამოცდილი და ყველანაირად დატესტილი და ის აფეთქება რაც შენ ისა რა ქვია მაიკო ახსენე, ეგ იყო ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ მან მაგალითად ფრენებიც იყო აკრძალული სპეციალურად მაგაში, იმიტომ რომ ეს აფეთქება იყო გათვლილი. რა თქმა უნდა, ხო და იყო გათვლილი, რომ შეიძლება აფეთქება მოხდეს და ამიტომ იყო ზომები მიღებული, იქ ახლო-მახლო საერთოდ ფრენა იყო აკრძალული, რომ ეს რაღაცა არ მომხდარიყო რა. ამიტომ ხო, ნამდვილად ისეთი რაღაცაა რა. ძალიან მნიშვნელოვანი პროცესში ვართ რა, იმიტომ რომ ერთი შეხედვით ახლა ეს ხო რავი, წავიდა მთვარეზე რა, მაგრამ მართლა მაგას ხედავ გვისაუბრია, რომ უმნიშვნელოვანესი რაღაც ხდება, იმიტომ რომ შენ გიჩნდება, აი წარმოიდგინე, აი ამერიკა რო აღმოაჩინეს რა კონტინენტი რა, რამ ხელა ხო შეცვალა როგორ მსოფლიო და ეხლა წარმოიდგინე, შენ მთვარის ხელა ტერიტორიაა, ეგეც მაგ ხელა ტერიტორიაზე რო გეძლება საშუალება ერთი რომ რაღაცა ბაზები გააკეთო, კვლევები ჩაატარო, ლაბორატორიები გქონდეს, უდიდესი რესურსები გაუჩნდება კაცობრიობას, რაც კაცობრიობის პროგრესს გამოიწვევს. უბრალოდ იქამდე რომ მიაღწიო და ეს ხარჯი იყოს, ესე ვთქვათ, შესაბამისი, შენ თუ ეხა იმ ხელა თანხა დაგიჟდა, იქ მიღწევა, იქ რას გინდა გააკეთო, ამ თანხას ვერ ამოიღე, მაშინ ეს
უაზრობა გამოდის და იმიტომ იყო 79 წლის შემდეგ რომ ინტერესი აღარ იყო მთვარეზე დაბრუნების, იმიტომ რაკეტა არ იყო ესეთი მძლავრი, გაფრენაჟდებოდა ძალიან ძვირი და SpaceX, Starships, მათ შორის Blue Origin-ს ეგ პოტენციალებს, რაკეტა იქნება მრავალჯერ, გამშვები იქნება მრავალჯერადი და ამით ეკონომია მოხდება და მეორე რაკეტა იქნება ისეთი დიდი და ისეთი მძლავრი, რომ ერთ გაფრენაზე წაიღებს ძალიან დიდ ესე ვთქვათ ტვირთს რა და ნუ შესაბამისად შეგვეძლება ვთქვათ რომ 20-იანი წლების ბოლოსკენ ადამიანი უკვე უნდა იყოს მზად რომ რაღაც სხვა ციური სხეული ესე ვთქვათ აითვისოს და იქ მართლა საქმე გააკეთოს და არა სანახაობა რაც ისევ და ისევ 69 წელში იყო, იმიტომ ის ცივი ომი იყო და უბრალოდ კონკურენცია იყო ბინდადებოდა სიმბოლო. დამობინძურებელი საწარმოები გადავიტანოთ. რა თქმა უნდა, ხო, მაგაზეც ვისაუბრე, რომ ისეთი ისინი შეიძლება გადაიტანო, რაც რა თქმა უნდა, ხო, და მეორე მხრივ იქ არის მიკროგრავიტაცია, არის შედარებციო გრავიტაცია და ამისთვისაც წარმოიდგინე, ხო, ხა რა შედარებაა, როცა ეს წონის ფაქტორიც მნიშვნელოვანია, იქ შეგიძლია შენ რა ვიცი მე, დრამატულად ეცემა წონა, ხო, აქ რაც სიტყვაზე რაღაც 100 კილო, იქ დრამატულად ბევრად ნაკლებია მთვარეზე, ხო? ამიტომ ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. კიდე ძალიან შემდეგი მისია შეგვიძლია აქ ამ ხრივაც ძალიან საინტერესო. ამის პარალელურად რომ Starship-ი გამოიჩნდება, ახლა ხედავთ აი მორ ესე ვთქვათ პატარა მინი ლაბორატორიას, რომელიც Falcon 9-მ გაუშვა, იმიტომ რომ როგორც თქვი, ანუ SpaceX აქვს ახლა ორი მიმართულება. ერთი არის Falcon 9, რომელიც უკვე მუშაობს, გამოიცადა და რა ვიცი, ყოველდღიურად იქ ყოველდღიურად შეიძლება კვირაში ერთი ფაქტიურად რაღაცა მისია აქვს ამ Falcons, რომელიც იდეალურად მუშაობს და არის მეორე ესე ვთქვათ Starship-ი და Falcon-ი აგერ იდეალურად მუშაობს და ეხა გაიტანეს აი ეს ორი ესე ვთქვათ თავიდან იქნება თანამგზავრის ფორმა ექნება, ჯერ განთავსდა ესე ვთქვათ დედამიწის ორბიტაზე, ეს ორი პატარა რაღაცა მავალივით არის და შემდეგ ესეთ საკვლევი ლაბორატორიებია. შემდეგ საბოლოო მიზანია მოთავსდებიან ესენი მთვარის ორბიტაზე, მერე დააჯდებიან და აი რამდენიმე ესე ვთქვა რაღაც დღეების განმავლობაში შეისწავლიან იქ ფაქტიურად ყველაფერს რაც ისევ და ისევ შემდეგ უკვე იქ ჩასულ ადამიანებს გამოადგევათ. აქ არის საუბარი გრუნტზე, ანუ მთვარის გრუნტზე, იქ ტემპერატურაზე, მოკლედ ყველანაირად ძალიან აი მომზადებულები რო ჩავდა. ხო, რა ეს წელი მართლა გამორჩეული არის, იმიტომ რომ აი როგორც კი 2025-ში შევედით, ფაქტიურად ყოველდღე უკვე დაეტყო კაცობრიობას, რომ ადამიანი ემზადება მართლა მთვარის დასაბრუნებლად, იმიტომ რომ ამდენი მისიები ესე მთვარის შესასწავლად, ამდენი რაკეტების გამოსტოვრები. ხო, ნუ რაღაცა მართლა რაღაცა გაგზავნილიო წინასწარ რაღაც. ხო, ანუ ისტორია ხო სულ მეორდება, რომ რაღაცა ფორმები იცვლება ხოლმე. რა ეხლა სტოვარი ეს არის, კი, რა ის აღარ არის ვიღაცა რაღაც ცხენზე შემომიზარი კაცი რა. ხო, ნუ ეგაა რა ძალიან მნიშვნელოვანი და მოკლედ ამ მისიებსაც დამველოდებით. თუ დრო გვაქვს ერთი ძალიან საინტერესო კვლევაზე, მინდა კიდე მოვყო, რომელიც ასევე კოსმოსთან არის დაკავშირებული და ეს არის ძალიან საინტერესო რატო, ანუ აი ორი სიტყვით რომ ავხსნათ. ჩვენ ვიცით რომ აი Carl Sagan-ს ჰქონდა ესეთი გამონათქვამი, რომ ადამიანი არისო ვარსკვლავის მტვერიო. ანუ რას ნიშნავს? ის ატომები, ფუნდამენტური ატომები, რისგანაც ჩვენ შევდგებით, ზოგადად ცოცხალი ორგანიზმები შევდგებიან, სამყაროში ესე ვთქვათ, თლად ხშირი არ არის რა. და იმისთვის რომ ეს ატომი დამზადდეს, ესე ვთქვათ, სამყარო უნდა აღიქვა რაღაცა ის აწარმოოდ რა და ვარსკვლავები ასრულებენ აქ ისეთ ფუნქციას, რომ აწარმოებენ ამ ატომებს, ანუ რკინას, მაგალითად ეს რაღაცებს, რაც პირდაპირ მნიშვნელობით შევდგებით ჩვენ ცოცხალი ორგანიზმები. ჩვენ ვიცით რომ სამყაროს პირველ ეტაპზე იყო საერთოდ სხვანაირი ევოლუცია იყო, ვარსკვლავები სხვა ფორმის იყო და ფიზიკურად ვერ იარსებებდა ისეთი ატომი, რისგანაც ახლა ჩვენ შევდგებით რა. და შემდეგ უკვე აი აქ მილიონობით და მილიარდობით წლის განმავლობაში ჩნდებიან ახალი თაობის ვარსკვლავები, ახალი საწარმოები ეს შეგვიძლია, რომლებიც აწიწყებენ ისეთი ატომების წარმოებას, რომლისგანაც უკვე მერე ჩვენ შევდგებით. ამიტომ ეს ატომები, რომლისგანაც ახლა ჩვენ შევდგებით, ჩვენ შეერზე ტრილიონობით ატომი ინდივიდუალურად ჩემში და თქვენში, დამზადდა რაღაცა მილიარდობით წლის წინ რომელიღაცა ვარსკვლავში ამ სინთეზის შედეგად და შემდეგ ეს ვარსკვლავი, როგორც ჩვენ ვიცით, ყველა ვარსკვლავს აქვს თავისი პერიოდი, ეს რო ფეთქდება, კვდება, გამოდის ეს ატომები და სამყაროში იწყებს ხეტიალს. და აი მე უკვე რაღაც რომელიღაცა მზის სისტემა შეიძლება ეს ატომები ჩაიჭიროს, მე აქ გრავიტაცია ერთვება, მოკლედ მე ჩდება პლანეტები რაღაცები და დაბოლოებით ამ პლანეტაზე აღმოცენდება სიცოცხლე და ისეთი ფორმები, როგორც ჩვენ ვართ და ამაზე ისტორია ატომები შეიკრიბებიან. ხო, რა თქმა უნდა. და ნუ თუ შესაბამის პირობები იქნება იმ პლანეტაზე, რომ გაჩნდეს აქ სიცოცხლე. და ეხლა რატო არის საინტერესო ეს ბოლო კვლევა? და ჩვენ ეს ისედაც ვიცოდით, მაგრამ აქამდე მიიჩნეოდა, რომ ნუ რაღაც უახლოესი ვარსკვლავი აფეთქდა, რომელიც მე ჩვენმა მზის სისტემა ჩაიჭირა და იმისგან ვართ რა შექმნილები და Carl Sagan მაგას ამბობდა, რომ ადამიანი არის სიცოცხლის ვარსკვლავი მტვერიო რა და ბოლო კვლევის თანახმად, მოკლედ ის ატომები, რომლისგან ჩვენ შევდგებით, მათ შორის რკინის და ამის შემადგენელი ატომები,
ისეთი მასის უნდა იყოს და რაღაც უფრო დააკვირდნენ, მოკლედ ეს ატომები გადიან და მოდიან სხვადასხვა galaktikებიდან. რაც იმას ნიშნავს, რომ პროცენტულად უფრო დიდი შანსია იმის, რომ ჩვენი ატომები საერთოდაც ამ galaktikაშიც კი არ შექმნილა, ანუ ირმის ნახტომის არ შექმნა დიდი ალბათობით, აი რომ წარმოიდგინოს მართლა ანუ უცხო პლანეტელები ვართ მაგის თქვა გინდა? უცხო პლანეტებზე მეტი ვართ, ამ galaktikელებიც არ ვართ, სხვა galaktikიდან ვართ რა წარმოიდგინე. მე ზუსტად ახლა დაემთხვა, უნდა მეკითხა ისედაც გარდა იმისა იმთებებისა, რაც დღეს უნდა გვესაუბრა. ტრამპმა გუშინ ბევრ აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი და მათ შორის იყო გრიფით საიდუმლო მოხსნა კენედის კვლევასთან დაკავშირებით, მაგრამ მე არაერთ პოდკასტში მაქვს მოსმენილი, როდესაც ის საუბრობს ამ უცნობფრინავ ობიექტების შესახებ, საიდუმლო ნანახი აქვს, რომლის გასაჯაროების უფლება არ აქვს და იყო დილემა, არის საუბარი იმაზე, რომ შეიძლება ძალიან ბევრ საიდუმლო მასალას მოხსნას გრიფი და მათ შორის ძალიან ბევრი ეგრეთ წოდებული whistleblower-ებიც არსებობენ სისტემიდან გამოსულები, რომლის ამ თემაზე საუბრობენ. თუ გაქვს ამის მოლოდინი და თუ გაქვს ამ ინფორმაცია რა შეიძლება. იცი რა არის, მე მაინც ტრამპს ცოტა როგორც პოპულისტ პოლიტიკოს ეგრე ვუყურებ და როგორც არა, ეგ ფაქტია. მაგას ახასიათებს ეგეთი რაღაცეები რა და ანუ აი ზოგადად პოპულისტ პოლიტიკოსებს განსაკუთრებით უყვართ ხოლმე მოსulis პერიოდში აი რაღაც ისეთი თამამი განცხადების გაკეთება. მათ შორის ჩვენ საქართველოშიც გვახსოვს ეგეთი რაღაცეები, რომ აი რომ მოდიან თითქოს რაღაცას ისეთ სიტყვის ევროპა უნდა გააოცოს. ხო, აი ევროპას რო გააოცოს თავის დემოკრატიით და ნუ ეგ ახასიათებს ახლა ტრამპსაც, რომ რაღაც ისეთი გაახმაურებთ აი რაღაც ამას ვიზამ, მაგრამ არ ვიცი მე მაგ UFO-ს მიმართულებით UFO-ს მიმართულებით როგორც შეიცვალა ეგ სხვა ტერმინი არის UA ვაიმე ხო დამავიწყე მეც დამავიწყე იმიტომ რომ მაინც ტვინი გადართულია UFO-ზე რა ხო როგორც გლობალური დათბობა კლიმატის ცვლილებით შეიცვალა ეგრე შეიცვალა ეგ ზუსტად რა და ჩემი ტვინი მაინც ისე UFO-ზეა ჩარჩენილი ხო და მე მაინც უყურებ მაგას სკეპტიკულად მე მაინც მგონია რომ მანდ ისევ არის რაღაცა ესე ვთქვათ შიდა შეიძლება ვიღაცამ რაღაც ისეთი აპარატი დააფიქსირა რომელიც მართლაც გასაიდუმლოა ბიოლოგიურ მასალაზე საუბრობენ ძალიან ბევრი და ეგ გააჩინა მაგან გააჩინა ჩემში ყველაზე დიდი ინტერესი ხო ჩვენ აქ ვისაუბრეთ კიდევ გადაცემაში ერთ-ერთ მაგასთან დაკავშირებით რომ ადამიანები ამბობენ რომ არსებობს ბიოლოგიური მასალა რომელიც იმალება და მაგის მოლოდინი მაქვს რომ შეიძლება მაგას მოხსნა იცი რა არის ეგ იმდენად რაღაც ანუ ეგ არ ვიცი ანუ მექსიკაში რო თოჯინები იპოვეს ეგ მაგაზე არ საუბრობ რა თქმა უნდა მაგრამ მანდა არის კიდე ერთხელ ისეთ ფუნდამენტურ რაღაცაზე ვსაუბრობთ ახლა ჩვენ რომ ცივილიზაცია რომ მაგას ხშირად მithქვა აქაც მithქვა ცივილიზაცია რომელიც აქ ჩამოვიდა ანუ ეს ჩვენთვის ეხა იმდენად შეუძლებელია ჩვენ ცივილიზაციას რო შევადაროთ რა აი როგორც აი ჭიანჭველამ რო შეძლოს მაგალითად არ ვიცი ანუ ინტერნეტის წასვლა ხო აი მთვარეზე წასვლა მართლა იგივე პროპორციულად შეგიძლია თქვა რომ ადამიანმა შეძლოს ამ ცივილიზაციით ამ ტექნოლოგიით აი მიუხედავად SpaceX-ზე ვლაპარაკობთ იმაზე ვლაპარაკობთ შეძლოს კოსმოსში რა ვიცი მე ანუ ჩვენი galaktikis გარედან იმიტომ რომ ჩვენ galaktikაში ვიცით რომ არა არის ჩვენ galaktikაში ვერ გამოვართ ჩვენ ზის სისტემაში არ არის სადღაც შეიძლება ჩვენ გაბოდიშ ზის სისტემას გულისხმობთ galaktikაში რა თქმა უნდა არის კიდე 100,000-ობით ვარსკვლავური სისტემა და იქ შეიძლება არის მაგრამ გინდა ჩვენ ზის სისტემას რო გაცის სისტემას რო გაცდეს მარტო ზის სისტემას ადამიანი რო გაცდეს ხო ესეც კი ძალიან ის არის და ჩვენ უნდა ვისაუბროთ ეგრე წარმოვიდგინოთ ცივილიზაცია რომელსაც ეს უკვე შეძლო ხო და ან ჩვენ ახლა გავართ ჭიანჭველას რომელიც ფიქრობს იმაზე როგორ შეძლო ადამიანმა მთვარეზე ნილ არმსტრონგის დასმა და მე ანუ ამ ჭიანჭველამ როგორ უნდა ჩაუვარდეს ადამიანის ესე ვთქვათ ბიოლოგიური მასალა მე ის შეისწავლ მე ესე ვუყურებ შეიძლება სკეპტიკულად ვუყურებ მაგრამ გონია რომ ისინი ბიოლოგიური მასალის მიღმაც უნდა იყვნენ ის ცივილიზაციები მაგის ხო ხვდები რას ვინც შეძლო და აითვისა კოსმოსის ესეთ დონეზე და აქ ვიღაცას სულ NASA იქნება ტრამპი იქნება სულ ილონ მასკზე 100,000 აი ზუსტად მასკზე მინდა კითხო საინტერესოა შენი მოსაზრება ადამიანი რომელმაც მართლა რაღაცა საოცრებები მოახდინა კოსმოსში და მეცნიერებაში და ძალიან დიდი ამბიციები აქვს და ამის მიზეზიც აქვს გასაგებია პოლიტიკასთან კავშირს როგორ აფასებ და რამდენად საშიშია ზოგადად ასეთი ადამიანების კავშირი პოლიტიკასთან იმიტომ რომ მართლა რაღაცა ბაბილონის გოდექსებს გავსება ხოლმე ეს ყველაფერი რა იმდენად ბევრი რაღაცა გააკეთა და მართლა საოცრებებს ახდენს ეს ადამიანი რომ რაღაცნაირად შეიძლება დაიჯეროს რომ ბრძანებელი შეიძლება გახდეს დედამიწის გუშინ ფიქრობდი უნდა ჩამეხედა რამდენი წელი უნდა გავიდეს მას შემდეგ რაც მოქალაქეობა მიიღო რომ პრეზიდენტობის კენჭისყრის შესაძლებლობა ქონდეს რომ თვითონ ავსტრალიის მოქალაქე იყო ეხლა გახდა ამერიკის მოქალაქე მაგრამ არ ვიცი ხო იცი რა ჩემის აზრით რა თქმა უნდა ეს ჩემს შეფასებას ვაკეთებ იმიტომ რომ რაღაცა ზღვარი არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ მიუხედავად აი ამ ხელა წარმატებისა და ასეთი საქმეებისა რაღაცა არის ხოლმე რის მერეც გადასვლა უკვე ამ ყველაფერს ანგრევს
იმიტომ რომ მე რაღაცა მართლა ღმერთთან გინდება, სადღაც გინდება აჭრა, იქ სადღაც. ხო, ან მან მე ეგრე ვუყურებ ადამიანის ეგო ისეთი რაღაცაა, რომ მან როცა წარმატება მოყვება, კი, ანუ შენი ამბიციები შეიძლება ისე გაიზარდოს, რომ საერთოდ გაცდეს ადამიანობასაც. ხო, აი მართლა რა, მიუხედავად იმისა, რომ დედამიწას ვერასდროს ვერ გაცდება ამ წამში, მაქსიმუმ მარსზე დაждდეს ოდესმე მაქსიმუმ მაგას ალბათ ვერ მოესწრება ფიზიკურად. მისი ეგო კი შეიძლება საერთოდ გალაქტიკასაც გაცდეს ნამდვილად და მის წარმოდგენები. ამიტომ ეგ ყოველთვის რა თქმა უნდა სახიფათოა და ზოგადად ადამიანი არ არის ისეთი არსება, რომელსაც ერთ ინდივიდს ადამიანი ადგები და ენდო ბოლომდე რა, როცა მით უმეტეს ეგეთ იმაზეა საუბარი რა. მასკის შემთხვევაში პოლიტიკაში მისი როლი, მე ამ მგონია რომ სხვა ჩემს პრეზიდენტი გახდეს, იმიტომ რომ მას უფრო ურჩევ, ანუ რეალურად მართველობა რა არის რა, ისე ჩვენივე გამოცდილებიდან შეგვიძლია თქვა, ჩვენი ქვეყანა სულ არ ჭირდება ერთ ადამიანს რომ იყოს პრემიერ-მინისტრი ან პრეზიდენტი, ისე მართავს რა და ეხა რო რამე რა თქმა უნდა, რო რამე მას ეგეთ შეუძლია რა. პარალელში ვერ წამოყვები. რა თქმა უნდა, მაგრამ შეიძლება მისი ინტერესები უფრო იყოს მათ შორის ის რომ AI შექმნას მაგალითად ხვდები? AGI ანუ ზოგადი ხელოვნური ინტელექტი ცნობიერი გაუჩნდება, წავიდეს მარსზე ცივილიზაცია შექმნას, ვიდრე ეხა ადგეს ტრამპივით და ან ჩემთვის ტრამპი უფრო ესე ვთქვათ ქვედა საფეხურია ჩემთვის, ვიდრე მასკის შესაძლებლობები. იმიტომ რომ მასკს აქვს შესაძლებლობა შექმნას ზოგადი ხელოვნური ინტელექტი. ამას გულისხმობს საშიშროებას, როდესაც ახსენებს სწორედ. თუმცა მანდ არის რომ მას ყავს კონკურენტები რა და აი კონკურენტები გვაძლევს იმის იმედს საშუალებას რომ სადღაც დააოკებენ. მაგალითად OpenAI, რომელიც ვერ მოიგდო ხელში მასკმა, AGI ანუ Sam Altman-ი, რომელიც ამბობს ამ OpenAI-ის დირექტორი, რომ ავიცი მე აგერ ძალიან ცოტა მაკლია რომ შევქმნა AGI, ანუ ზოგადი ხელოვნური ინტელექტი, ამაში იგულისხმება რომ ამ ხელოვნური ინტელექტი შეიძლება ქონდეს ცნობიერი. იქით არის მარკ ზაკერბერგი, რომელსაც უნდა რომ რაღაცა მეტავერსი შექმნას, რომელშიც ვირტუალურ რეალობაში გადაიყვანს ადამიანს. აგერ ჯეფ ბეზოსი, რომელიც უკან მისდევს ამ მასკს და აგერ თავისი Blue Origin-ით ახლა Falcon 9-ის მსგავსი რაკეტა გამოსცა და ამიტომ მე მაინც იმედიანად ვიქნებოდი იმ რომ მასკს საანაც რომ ესე ვთქვათ ჭყალებში გაექცეს თავისი ეგო, იქ ყავს ვიღაცები, რომლებიც ჩამოწევენ. კი და მასკი თუ გაიქცევა ძალიან რაღაც მხრივ კარგია, იმიტომ რომ ბეზოს არ ექნება მოსვენების დრო და უნდა გაეკიდოს. Altman-ს არ ექნება მოსვენების დრო, იმიტომ რომ AI არ წაართვას. ამიტომ სისტემა ეგრე მუშაობს კონკურენცია. ხო, რაღაცა ეგრე გამოდის რა. ამიტომ ეგრე მუშაობს. მე მგონია რომ მასკი ალბათ ეგეთი ამ გაგებით საშიში არ იქნება, იმიტომ რომ კონკურენცია მოარჯულებს, ესე ვთქვათ, საბოლოო ჯამში მასკსაც. იქ სადაც აი, ხო, მაგიტო თქვი ჩვენი ის არ შევადაროთო, ხო? ანუ აი გარი რა, რომ ანუ იქ სადაც აი ეს კონკურენცია აღარ არის რაღაც დონეზე, იქ უფრო საშიშია მასკზე ბევრად ნაკლები გავლენის მქონე ადამიანები, ხო? ბევრად ნაკლები გავლენის მქონე, მაგრამ უფრო საშიში, იმიტომ რომ აქ კონკურენცია შეუძლია რომ აღარ კონდეს. ძალიან დიდი მადლობა დავით საინტერესო საუბრისთვის, როგორც ყოველთვის დაგემშვიდობებით, წარმატებულ დღეს გისურვებთ. ჩვენც დროა დავამშვიდობოთ ჩვენს მაყურებელს, მშვიდობიან და წარმატებულ დღეს გისურვებთ. ხვალამდე.